მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი დახვედრისთვის. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ სომხეთში ყოფნა და შესაძლებლობა განვიხილოთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ჩვენ ორ ქვეყანას აერთიანებს. პირველ რიგში მინდა მადლიერება გამოვხატოთ თქვენი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ. 2 კვირის წინ ავღანეთში ვიმყოფებოდი. ვფიქრობ, ავღანეთში მაზარი შარიფში ქართველი და სომეხი სამხედროების ერთმანეთის მხარდამხარ მსახური ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობის საუკეთესო მაგალითია, მიუხედავად ჩვენი სახელმწიფოების სტრატეგიული განსხვავებისა. მინდა ვისაუბრო იმ საკითხებზე, რომელიც ორივე ქვეყნისთვის საერთოა. სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში, რასაც ერთობლივი ძალისხმევით მუშაობაა საჭირო. ჩვენ თავდაცვის მინისტრები ვართ, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკოსები და ორივე ჩვენგანისთვის ჩვენი ქვეყნების გაძლიერება, წისხლა და განვითარება, ჩვენი ხალხის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ერთად მუშაობა და ყოველდღიური ბრძოლა მშვიდობისთვის. შეხვედრაზე აღნიშნეთ, რომ საქართველო მზადაა თქვენთან თანამშრომლობისთვის, ერთად მუშაობისთვის, რათა მივახციოთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს, ჩვენი ქვეყნების მშვიდობას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას, წარმატებასა და განვითარებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დღის წესრიგით გათვალისწინებულ კონკრეტულ საკითხებსაც, თანამშრომლობის გეგმას, რომელიც სამინისტროებს შორის დღეს გაფორმდა. მჯერა, რომ 2016 წელი ორივე მხარისთვის ნაყოფიერი და წარმატებული იქნება როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენი საწვრთნელი ცენტრები ყველა პარტნიორისთვის და რა თქმა უნდა სომეხის სამხედროებისთვის ღიაა. იმედი მაქვს, რომ ხრივი თანამშრომლობის გეგმით განსაზღვრული მიმართულებები ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება, ასე რომ ველოდოთ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობას 2016 წელს.